მოგესალმებით ყველას ერთ დევიდ რამს და მიან ვიდეოში გასწავლით ფიშერის გამოყენებას და როგორ წამოვაგოთ მოთამაშე ფიშერზე. წინა ვიდეოში მთხოვეს, რომ გამეკეთებინა ფიშერი ტანკი ონლაინზე. შევიდეთ fake g.ru-ზე. შევიდეთ. აქ ჩოლოდ გაიარეთ რეგისტრაცია და ესე ამოგიგდეთ. ეს ტესტისთვის გავაკეთე, რომელიც წინა ვიდეო რომელიც ჩამეშალა სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო უბრალოდ რამოდენიმე მიზეზი იყო, რის გამო ჩამეშალა ვიდეო. ამას წავშლი ხა, იმიტომ რომ დაგხვდება სულ სხვანაირად. აი ესე დაგხვდება თქვენ. გადადიხართ fake-ი. აი აქ fake-ი და ირჩევთ სასურველ ასე ვთქვათ ფიშერს. მაგალითად ტანკი ონლაინის ფიშერი, ვკონტაქტის ფიშერი, Facebook-ის ფიშერი, Wargaming-ის ფიშერი, ну ძალიან ბევრი ფიშერი არის აქ, Facebook-ის ფიშერი, Odnoklassniki-ის ფიშერი, ვკონტაქტი, YouTube-ის, Gmail-ის, რა ძალიან ბევრი ფიშერი არის, მოკლედ თქვა. მაგრამ წინა ვიდეოში მთხოვეს კონკრეტულად გამიკეთებინა ტანკი ონლაინის ფიშერზე. ну, მაგრამ როგორ უნდა წამოვაგოთ ხა მოთამაშე ფიშერზე? თუ მოთამაშე არ არის კარგად გათვალისწინებული ფიშერში და ასე შემდეგ რაღაცებში, მოვაკოპირებთ ლინკს და მაგალითად დაწერთ. ასე გადახოლდა აქ ასე რამდენი კრისტალები უფასოდ 1 წკაპით და ანუ 1 წკაპით და აკონტროლია ჩასვათ ამ ლინკს. და ამ ლინკზე გადასვლის შემდეგ მოთამაშე უკვე შეიძლება ზოგი დაბოლდეს და მართლა გადავიდეს ნაღდი იკონოს. ვინც გადავა, გაუხსნის ამ ლინკს აი ასე. თანაც პროცესი მუშაობ და განახეთ ყველაფერს სად მოდის და როგორ მოდის რა. აი ასე გაუხსნით ჩვეულებრივად, ანუ ისე ეგონება რომ ნამდვილად ტანკი ონლაინის ნაღდი ფიშერი კი არ არის ან რაღაცა. ნაღდი ის არის. ნაღდი კიცავს მომატებილი, აქ დაწერთ თავის ლოგის მაგალითად. მე დავწერ ასე ვიგაცის ტანკი ხოს, ანუ სიტყვაზე ვიყოთ ვიგაცის ტანკი, ანუ ეს თავისი ლოგინი ექნება, აი აქ თავისი username, ანუ რაც არის, მაგალითად მე მქონა ესე, დავითედი შერაშული ვიღაცას ექნება რაღაც სხვა. მე ხო რა რაღაცა მქონა ხოლმე, მე ვიღაც ტანკი, აქ დავკრიბავ თავის პაროლს, მაგალითად ახლა მე დავკრიბავ პაროლში 0202 და გაკრიბავს რამდენი კრისტალი უნდა, მაგალითად მე მინდა 15150 კრისტალი. აი ეს. გააგრძელებს, აქ თუ ელფოსტა აქვს, უნდა ჩაწერო თავისი ელფოსტა და თუ ელფოსტა არ აქვს, აქ დააჭერს და ანუ ელფოსტა არ აქვს მითევა. აქ დააწერს თავისი რანგს, მაგალითად კუბი, 2 კუბი, ეს მარშალი, უსუდამავდა გენერალ სიმუსი, ხო რაღაცეები იყო. დიდხანია თამაშია, მაგალითად ახლა დავწეროთ თვითონ ეს ტანკი არის რა რანგია, მაიორი. სულ ეს იყო და დააჭერს პოდვედრით აპოდტვე თუ რაღაცა რაც არის ტექსში, ამას დააჭერს და ვსიო, მეტი აღარაფერი აღარ საჭირო, მას დააჭერს, ოკეი, ხო დააჭერს და მორჩა რა. აი ხა ჩვეულებრივად გადაყავს ტანკი ონლაინის გვერდზე, რომ ვითომ ჩვეულებრივად დაგერიცხავ და გააგრძელოთ თამაშიო. ეს ფიშერი აღარ არის. უკანონს გადაგმოდიხართ ბაზა და აი ბაზაში მოგივათ სასურველი მოთამაშე თუ ჩაწერა, ლოგინი, პაროლი, რანგი, აქ მოვა ემაილი და ემაილი, აქ IP. ანუ იქ აქ ემაილი თუ ჩაწერს და აქ კიდე გამეორებით ემაილის პაროლი. სულ ეს იყო მეგობრებო, გმადლობთ და რავი რა კომენტარებში დაწერეთ, შემდეგში რა გადავიყო ნახვამდის. გემშვიდობებით ყველა.